ახლა რა თუ მღერის აღარც ლაპარაკობს მამუკა მდინარაძეს, რომელიც ოცნების სუსის უფროსია. სანქციების საფრთხე ვაშინგტონიდან მიუახლოვდა. ეს წერილი სავარაუდოდ უკვე მარკო რუბიოს მაგიდაზე დებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ის კონგრესიდან გაუგზავნეს და მისგან სწორედ მდინარაძის ბრალდებაზე რეაგირება მოითხოვეს. თანაც უფრო მკაცრად ვიდრე აქამდე, როცა ამ განცხადების გამო სახელმწიფო დეპარტამენტმა ოცნების ელჩი ტალიაშვილი საყვედურისთვის დაიბარა. 1 ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ შეერთებული შტატების მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა. მისი კომენტარები გაიზიარეს ქართული ოცნების პოლიტიკოსებმაც. ეს არასწორი დახასიათება საგარეო სამსახურის პერსონალს საფრთხეში აგდებს. წერილის ავტორი კანონმდებლები ამერიკის ორივე პარტიას და ორივე პალატას წარმოადგენენ დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები და სენატორები. ივანიშვილის რეჟიმისგან მდინარაძის სიტყვების უკან წაღებას ითხოვენ, თუმცა თავად მდინარაძე დუმს. პარტიის სხვა ლიდერები კი მის ნათქვამს ამართლებენ და პასუხად თავს წერილის ავტორებსაც ესხმიან, მათ შორის ჯო ვილსონსაც, რომელსაც ზუსტად 2 დღის წინ მხარდაჭერა საჯაროდ თავად ტრამპმა გამოუცხადა. ფინანსდებიან, თანხებს იღებენ, არიან კორუფციულ სქემებში გახვეულები სამწუხაროდ, და მათ შორის გამორჩეულები არიან თავდასხმებით იმ ქვეყნების მიმართ და განსაკუთრებით საქართველოს, რომელიც არ ექვემდებარება deep state-ის გავლენებს. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ჯინ შაჰინზე დადასტურებულა და ჯო ვილსონზე ხომ მით უმეტეს, რომელიც ფინანსდებოდა და ფინანსდება სამწუხაროდ სხვადასხვა პირებისგან, მათ შორის საქართველოში მოქმედი კოლექტიური გასაზრდაობის წარმომადგენლებს. მდინარაძის ნათქვამის გამართლება დღეს ქართულმა ოცნებამ დეზინფორმაციითაც სცადა. ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ სუსის ხელმძღვანელამდე იმავეს ტრამპიც კი ამბობდა. არადა სკანდალური განცხადებით მდინარაძემ სწორედ ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა და ის საქართველოში რევოლუციის დამფინანსებლად გამოაცხადა. არათუ მხოლოდ მამუკა მდინარაძემ, დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადებები შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. თუ როგორ ცდილობდნენ შეერთებული შტატებიდან USAID-ის გავლით, ამერიკელი გადასახადის გადამხდების ფულით სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობას. ეს იყო უშუალოდ პრეზიდენტის განცხადება, ისე რომ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის განცხადება გაიმეორა. პრობლემა არც მხოლოდ მდინარაძის განცხადება. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ თბილისში რეჟიმი ამერიკელ დიპლომატებს და ამერიკის მთავრობისთვის მომუშავე სხვა პირებს მტრულ გარემოს უქმნის და მათ უსაფრთხო საქმიანობის შესაძლებლობასაც კი არ აძლევს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ივანიშვილის პარტიას სინამდვილეში ვაშინგტონთან ურთიერთობის აღდგენა არც სურს. რევოლუციის მოწყობაში დაადანაშაულა ტრამპის ადმინისტრაცია მამუკა მდინარაძე. მამუკა მდინარაძისთვის, მათი პატრონებისთვის მოსკოვში მთავარი ამოცანა არის ის, რომ ომი გაგრძელდეს უკრაინაში. ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკა მათთვის არის მიუღებელი. ეს არის პასუხი. რეალურად ეს არის პასუხი ამერიკელების მხრიდან, მათ შორის კონგრესმენების, სენატორების მხრიდან, რომ საჭიროა მოქმედება იმისთვის, რომ შეაჩერონ რუსული ხელისუფლება საქართველოში და ქართველ ხალხს აღმოუჩინონ დახმარება. სანქციები, მიზნობრივი შეზღუდვები კონკრეტული პირების მიმართ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასე ევროკავშირის მხრიდან არის მნიშვნელოვანი, რათა ამ ადამიანებმა გადაიხადონ ჯერ პოლიტიკური ფასი იმ დანაშაულებრივ სისტემაში მონაწილეობისთვის, რასაც აკეთებს ეს რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ანალიტიკოსებისთვის კი ეს წერილი დასტურია, რომ ივანიშვილმა ვაშინგტონის მოტყუება ვერ მოახერხა. გავლენიანი სენატორები და კონგრესმენები მკაფიოდ ხედავენ, რომ ოლიგარქის მიზანია საქართველოს დასავლეთ ჩამოაშოროს და ჩინეთის, რუსეთისა და ირანის გავლენას დაუქვემდებაროს და რადგან ასია შესაბამისი ზომების მიღება ვაშინგტონისგან ახლა მხოლოდ დროის საკითხია. წერილი აჩვენს, რამდენად ესე ვთქვათ უსაფუძვლო და პროპაგანდისტულია ქართული ხელისუფლება დღეს, როდესაც არაფრიდან, სრულიად არაფრიდან ჩვეულებრივი სახელმწიფო კომპენსაციების გაცემა წარმოაჩინა და მონათლა თითქოს რაღაცა წინას რევოლუციური მომზადება, არადა სინამდვილეში ეს არის საელჩოს თანამშრომლებისთვის ხელფასების ჩარიცხვის ჩვეულებრივი პროცედურა. მე არ გამორიცხავ, რომ ამან კიდევ უფრო გაამწვავოს ურთიერთობები და კონკრეტულად რაღაცა უფრო ნეგატიური ფორმა მიცეს იმ პოლიტიკას, რომელიც ასე ვთქვათ საქართველოს მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტში ყალიბდება. ამ დრომდე შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი არ ყავს. რობინ დანიგანის შემდეგ, რომელიც დღემდე რჩება ოცნების თავდასხმის სამიზნედ, ტრამპის ადმინისტრაციას თბილისში საკუთარი წარმომადგენელი არ გამოუგზავნია.